მოგესალმებით სიამაყით, რა თქმა უნდა გაცნობოთ, რომ თქვენ უყურებთ ფურგონის დაასრულებულ ვიდეოს. ბონუს ვიდეო დაემატება, მაგას ცოტა ხანში აგიხსნით. რა თქმა უნდა, ლუქს ავტოში ვარ და წინა ვიდეოში გითხარით, რომ უკვე დაასრულებულს განახედვით. 99%-მდე მიყვანილია უკვე ეს ავტომობილი და დღეს სიამაყით უნდა წარმოგიდგინოთ, თუ რა გაუკეთეთ და რა მდგომარეობაშია. ეხლა შევიდეთ და განახევთ ჩვენ სიამაყეს. დაკეტილია. იქიდან დაკეტილი იყო, აქედან შევიდეთ. კი დავიწყე მაგარი ტემპით, მაგრამ ჩუმად შევიბაროთ. თქვენს გაინტერესებთ, ხო რა ფერია ჩვენი ფრანკენშტეინი? ესა გამოიყურება ჩვენი დასრულებული F91. უკვე შეგვიძლია ბეჭედი დავარტყათ საქართველოში პირველი ფურგონი F91 M3 უკვე ოფიციალურად ქალაქში გადაადგილდება, მოძრაობთ, დავთესლავთ და ღამეს დავდივარ დილგაზ და ყველანაირად. ერთი სიტყვით, всё, ბეჭედი დარწმულია, სიტყვა შესრულებულია, პროექტი შედგა, კიდე ერთი დასამახსოვრებელი ძალიან კარგი პროექტი შემოგთავაზეთ და დასასრულსაც მიუახლოვდა. მოკლედ, სანამ დეტალურად გავივლი, აქვე გეტყვით, თქვენ ელოდებოდით, რომ კიდე ტუჩი და კარნიზები უნდა მდგარიყო ამ მანქანაზე, ასევე მაყუჩის თავები უნდა შეგვეცვალა, ნახსენები გვაქვს ეგ ვიდეოში. და ვინაიდან კიდე ერთი ბონუს ვიდეო დაემატა, გვინდა რომ ეგ ყველაფერი განახოთ ბოლო ვიდეოში. თუმცა უკვე დასრულებულია ამ მანქანი გვიმოძრავოთ დღესაც, ხვალე, ზეგ, მაზეგ, ყოველდღე შეგვიძლია უკვე ამ მანქანის სიარული და ესე გამოიყურება. ამ პორშეზე საინტერესო რაღაც გაკეთდა, ცოტა ხანში დაუბრუნდები ამ პორშეს, იმიტომ რომ ჯერ ისევ ემოციებში ვარ, ამ მანქანის პრეზენტაციისთვის ვარ განწყობილი და გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ M3-ზე. ფირი გადავაგარეთ, რა თქმა უნდა, ეგ ისედაც დაანონსებული მქონდა, ნათქვამი მქონდა, თუმცა ფერი არ მქონდა ნათქვამი. ჩვენ ავარჩიეთ ნარდო, პირველი მეოთხე სერია რო შევიძინეთ ამ არხზე, ისიც ნარდო იყო, ეს ნარდო არის და ბევრი რაღაც დაემთხვა, თუ რატო ავარჩიეთ ეს ფერი, ბევრი ვიფიქრეთ ფერზე, შავიც მაგარი იყო, მაგრამ შავს ერთი დიდი მინუსი ის ქონდა, რომ რეალურად ნაშრომი რაც არის ამ ფრანკენშტეინზე, შეგვიძლია ამ პროექტს ესე უწოდოთ, ნაშრომი რაც იყო, ეს უკანაკრილოები და რო გავაგანიერეთ და მთელი ხიბლი რაც აქვს ამ მანქანას, ფურგონი M-ია, შავში ძალიან იკარგებოდა. იმის თქმა მინდა, რომ არ ეტყობოდა ეს ყველაფერი და გვინდოდა ცოტა ღია ფერი. ვინაიდან ნარდო იყო ბრიტანეთში, ჩვენ როდესაც დავიწყეთ ამ პროექტზე საუბარი, გაკეთება რო გვინდოდა, განხორციელება რო ვიწყებდით ამ ყველაფერს, აღვნიშნეთ, რომ ბრიტანეთში იყო გაკეთებული ზუსტად ესეთი პროექტი, ისიც ნარდო იყო და სამწუხაროდ ეგ მანქანა აღმოჩნდა მე მოპარული, გადაწყობილი, რაღაც ნამაიმუნარი, წაართვეს იმ პატრონს ეგ მანქანა, მე გაუტოტალეს, დაუპრესეს და ბოლოს ჩააბარეს აი ამ ხელა ეს რკინის კუბიკად გადააგდეს სადღაც ჯარში. ხო და ამაკედან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ გვინდოდა რომ ღია ფერი ყოფილიყო ეს მანქანა, ავარჩიეთ ნარდო, იმიტომ ძალიან მოგწონს ეს ფერი, ძალიან უხდება ამ სხვირს და უკვე მთლიანობაში ამ მანქანასაც ძალიან უხდება და ეგ პროექტიც, ეგ ავტომობილის იყო ნარდო და რაღაცები დავაკავშირეთ და საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ მისთვის არ ვიცი, მაგრამ დღეს უკვე ერთადერთი ფურგონი M3 არსებობს ნარდო. ის ავიდა, ახალი მოვიდა. ეხლა გავაგრძელოთ კიდე მაყუჩებზე ცოტა ხანი ჩვენ ტოსტიჩი გადავალთ, კიდე რაღაცები გვაქვს შესაძლებელი, მაგაზეც გესაუბრებით, თუმცა რას უკვე აყენია, მაგაზე ვილაპარაკოთ. ამ UTD-ს დისკებს რო ხედავთ, 22-იანივით რო გამოიყურება, რეალურად არის 20-იანი დისკები, ესეთი ფიტინგი, აი სტენსი, აი მილიმეტრებში კრილოსთან. თმისღერი აი ულამაზესად დგას. ეხლა მე ძალიან მომწონს რა გავაკეთო ეხლა ყოველთვის მიხარია ხოლმე, როდესაც ჩვენი პროექტი სრულდება, იმიტომ რომ ვთვლი რომ საკმაოდ განსხვავებულ და ლამაზ ავტომობილებს ვაკეთებთ ხოლმე საპროექტოდ, რაც ყავს
შერჩეული. ეს რელსები ზევიდან რაც არის, ესენი არის ღუმელში შეღებილი, ეს შავი რა თქმა უნდა არის პანორამა, რომელიც მუშაობს და ფუნქციონალურია და დანარჩენი უკვე ნარდოა. Ну, დისკები აყენია, რა თქმა უნდა, კარნიზებს და ტუჩებსაც ცოტა ხანში მივაყენეთ ჩვენ კარბონებს, წინიდანაც ესე გამოიყურება, ესეთი ბრუტალური UTD-002. რაც შეეხება ლუქსავტოს, ვინაიდან ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა შეგვეღება, ფერი უნდა შეგვესვალა, რა თქმა უნდა, აქ მოვიყვანეთ და გადავაკარეთ ეს ფირი. Ну, ფერი ჩვენ ავირჩიეთ და უკვე ფირს აქ მიხედეთ, ფრანგული ფირები აქვს, Texas-ის, როგორც იცით, წარმომადგენლები არიან და ყველა მანქანაზე, რომელზეც ჩვენ რაღაც ფირებს ვაკრავთ და ფერს ვთვლით ხოლმე, აი ესე მაღალი ხარისხის ფირებს ვიკრავენ ხოლმე და აუ ყველას ეგონა რომ შეღებილი იყო და რამაგრა შეღებეთ და ასე შემდეგ. თუმცა შეღებილი არ არის, ეს არის სპეციალურად ჩვენი შერჩეული ფერი და ზუსტად ეგ ფირი ჩამოგვიტანეს და ეს გადაგვიგეს შეფუთეს ეს ავტომობილი და აი ესე ლამაზად და ბრუტალურად გამოიყურება. Ну, უფრო ელეგანტურობაშიც კი წავიდა. ვინაიდან ღია ფერია, კიდე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ აი ამ ფირმა მიცა იმის საშუალება ამ მანქანას, რომ აი მთელი სილამაზე ეს უკანა ტრაკი დაკუნთული ფეხები გამოეჩინა და ყველა დეტალები, რაც რეალურად ქარხმოთ ამ მანქანას არ აქვს, უკვე კარგად ჩანს და ეფექტურად ან თვალში ხვდება. ანუ სხვა მანქანაში ვერ აგერევა ეს. ყველა მისის რომ უხეში პროექტი არის და ჩვენი ნამდვილი ემია. ნამდვილ ემს იმიტომ ვიძახი, რომ შეიძლება ვიღაცამ დააყენოს რაღაც ბამპერები თავის ფურგონზე, გაემპაკეტოს, რაღაცა გაუკეთოს, დისკები დაუკეთოს, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, M3 ავიღეთ, დავჭერით და გადმოვაწყეთ ამ მანქანაზე. ანუ ყველაფერი, რაც კი ამ მანქანაზე აყენია, არის M-ის. გადავიდეთ Porsche-ზე, მე ვახსენე, რომ საინტერესო რაღაც გაუკეთდა მეთქი, ეს არის წინა საქარე მინის დამცავი ფირი, იგივე Texas-ის ევროპულია, ხარისხიანი. Ну, პირველი რა თქმა უნდა, მთელი მუღამი ის არის, რომ წინ რაღაც არ იყოს პარკი აფარებული, ანუ რეალურად ვერ წხვდები, გადაკრული აქვს თუ არა და რისთვის აკრავენ ამ ფირს წინ. ეს არის დამცავი ფირი, კენჭებისგან და ტოტებისგან, რაღაცეებისგან, რაც შეიძლება გზაზე შეხვდეს ოფროუდზე სიარულს არ გულისხმობ, თუმცა მანდაც დაიცავს. რეალურად, როდესაც შენ შორ გზაზე დადიხარ, ну, არ არის აუცილებლად შორ გზაზე დადიოდი, მაგრამ აი კენჭი რო ხდება ავტომობილზე, საქარე მინაზე, ეს დამცავი ფირი არის იმისთვის, რომ ეს კენჭი რომ მოხვდება შენ საქარე მინას, არ გაგიბზაროს, არ გაგიფუჭოს, არ ამოგიტეხოს და ან ბოლომდე არ ჩაგიფშხრას. ანუ მთელი მუღამი ის არის, რომ წინა საქარე მინა კონდეს დაცული. რა თქმა უნდა, ლუქსავტოში აკრავენ ამას, გარანტიით აკრავენ და ну, ფასე უკვე თქვენ თვითონ დაეკონტაქტებით. თუ ყავთ რაღაც ახალი მანქანა, ან რაღაც იშვიათი საქარე მინა აქვს, ან უბრალოდ გინდა რომ დაცული იყოს შენი საქარე მინა და არ გატყდეს, შეგიძლიათ მობრძანდეთ და აი ესე ზუსტად ბრონს გადაგიკრავენ და შენი საქარე მინაც იქნება უფრო დაცული. Ну, რა თქმა უნდა, დამცავი ფირები საქარე მინაზე არ ბევრჯერ ვახსენებ ხოლმე, რომ არის ევროპული ხარისხის აქ ლუქსავტოში და მთლიან ავტომობილებზე აკრავენ ხოლმე დამცავ ფირებს, იმიტომ რომ ну ეს კენჭები, ეს ნაკაწრები, ეს ნახაზები და საღებავი რო გიფუჭდება და მით უმეტეს თუ შავი ფერი ყავთ, ნერვებზე მოქმედებს და არა მხოლოდ ნერვებზე, უბრალოდ გული გწყდება, რომ ახალი მანქანა ყავს, ან ახალი შეღებილი ყავს და გადიხარ და ერთ თვეში ამ შავზე, არ ვიცი, რო გარეცხავ მე სუნაკაწრებშია და დედის ტყონაშია იმე. კი, აი გავაპალი რო კეთილ არა. კორვეტი C6 ორ დღეში სუდა კაწრული იყო და მე მივხვდი თურმე ხალხი ესე ხშირად რატო იყენებს დამცავ ფირს. ერთი შეხედვით დასრულებულია ყველაფერი, მაგრამ დიდი სია გვაქვს, ესე გეგმა არ დამთავრებულა და ეხლა გეტყვით რას ვაპირებთ. Ну, ფერი შეიცვალა, ეხლა ეს ფერი რო შეიცვალა, ჩვენ საპატრულოში უნდა მივიდეთ, რომ ეს საბუთი შევცვალოს, ან ჩვენ ამ ავტომობილის პასპორტი უნდა შეიცვალოს, რომ სხვა ფერი ჩაეწეროს. ასევე უნდა დავაკანონოთ რავი, რომ ამ კუზაოში უკვე დევს 3-დან 0 და მე სამხარაულს უნდა წავიდეთ, რომ ამ 3-დან 0-ს აქვს თავისი მაყუჩი, ანუ ის M3-ის მაყუჩი რაც მოყვება, ეგეც უნდა, ну ასე ვთქვათ, საბუთი ავიღოთ, რომ გვაქვს უფლება, რომ ამ მანქანაზე ეგ მაყუჩი გვეყენოს. ასევე მაყუჩის თავებს მოვარგებთ, ოსპეჩი როგორც გითხარით, უკვე უნდა გავიაროთ და ეგ ლამაზი თავები შევარჩიოთ ამ მანქანისთვის. ასევე თეგეტა მოტორში უნდა გავიარო, იმიტომ რომ ამ ვიდეოს რო წერთ რამოდენიმე დღეში უკვე შეჯიბრი მაქვს, მე ლილუ არენაზე ვაპირებ გასართობად დრიფტზე გამოსვლას, ჩემი ახალი დრიფტკარი ბიარზით და ну, ისიც დამთავრებული იყო როგორც ეს, მაგრამ ხო ხვდებით სპორტული მანქანა და საპროექტო მანქანები არ მთავრდება ესე მარტივად, იქ რაღაცა ხუნდები უნდა შევცვალო, იქ რაღაც გავაშლი ფოკო, ну გავაშლი ფოკო უკვე აპორნები და ერთი
სიტყვით მაგას მოგიყვებით ყველაფერს უკვე Tegeta Motors-ში გადავინასოთ. კიდე უნდა მივიდეთ EVO Quality-ში, იმიტომ რომ სალონს უნდა მიხედონ, რომ უფრო კარგად გამოიყურებოდეს და უფრო განახლებული იყოს. ასევე უნდა მივიდეთ Basic-ასთან DTM-ში, ვინც გადაგვიზბორა ეს ავტომობილი, ვინც გადაგვიწყო და გადმოგვიწყო ყველაფერი ამუშავა, იმიტომ რომ საბოლოო ჩეკი უნდა გავაკეთო, უნდა შეერთოს და დარწმუნდეს, რომ ყველაფერი მუშაობს, ისე როგორც იყო დაგეგმილი. ამ ერთ ვიდეოში რამდენს მოვასწრებთ, რაც ჩამოვთვალე, არ ვიცი, მაგრამ რასაც მოვასწრებთ და როგორც წავა ჩვენი ვიდეო, ეტაპები როგორც წავა, მაგ ყველაფერს განახებთ. თუ რამე გამოგრჩება ამ ვიდეოში, რა თქმა უნდა, კიდე ერთი ბონუს ვიდეო როგორც ვახსენე და იქ უკვე დასრულებულს ყველაფერს განახებთ. მოგრაც სხვა კომენტარები ხდებოდა, ზოგი რაზე აკომენტარებდა, ზოგი აკომენტარებდა, რომ აი ეს რატო არ არის შავიო, აი შავია, იმენა უშავესი, ამაზე შავი არ არსებობს, ეგეთი შავი არის. ასევე თქვენ რა გენაღლებათო, გულში წელებიო, სუფეხებზე კიდია და დადიხართო და რატო გადაწყვიტა ზოგი ერთმა, რომ ჩვენ კანონები არ ხება ან რაღაც ვიხარია ეს ყველანაირი ცვლილებები არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ერთი წუთის წინ ვახსენე რომ ჩვენც უნდა დავიკანონოთ ეს კანონი, იმენა ეგარ ჩაგვიჭერია ჩვენ გემოზე, მაგრამ რა გავაკეთო? მე რომ მოვარ მთავრობაში შევცვლო, მეტი რა, აი იმენა ქურდულ სიტყვას დე, რავი, კაი ბიჭოს, რავი, დავიგინები თუ გინდათ რომ მე თუ მოვალ მთავრობაში შევცვლი. სიტყვის მე ვეღარ მოვალ ალბათ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ სათქვენოდ, ანუ შევცვლი, აღმოილეთ რამდენიც გინდათ, სანამ იმპაქტს არ მიიღებს. მე ბებია იქამდე შეგიძლიათ აქ გაზავოთ ვაჟა პავლოვი. ერთი სიტყვით გავერთეთ ცოტა, სად გავჩერდი. ფასი არის მთავარი, ეს ყველაფერი, პროექტები კარგია, რა თქმა უნდა, ყველა პროექტი შესანიშნავია, ესე რომ შეხედავ და დასრულებულს, მაგრამ ყველასთვის მარტივი არ არის. მარტივი შეიძლება იყოს ვიღაცისთვის რაღაცის გადაწყობა, გაკეთება, მაგრამ როცა ბიუჯეტი იზრდება და ეს თანხები უნდა მიაყარო ერთი მეშოკი ტომარა უნდა ჩაყარო, სადღაც ჩაანთხიო, უკვე ეს პროექტი რთულდება და ეს საფეხურებიც გირთულდება. ეხლა ჩვენ ვინაიდან ვიდეოს ვიღებ და ეს ჩვენი კონტენტია, მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ ყველაფერი რაც კი შეიძლება ის გავუკეთოთ, ანუ სილამაზით გამოირჩეოდეს და უნიკალურობით. ეხლა ჩვენ შევიძინეთ ერთი ფურგონი, შევიძინეთ მეორე M3, უკვე ორი მანქანა შევიძინეთ, რომ ერთი აგვეწყო. ვიღაცა შეუძლია შეიძინოს ერთი ფურგონი და უბრალოდ რაღაც ბამპერები მოარგოს, აი ეს გარედან ვიზუალი და დატოვოს შიგნით რაც ბრავის ექნება ეს ჩვენ იყო დიზელი, მაგრამ შეიძლება დიზელი იყიდო, შეიძლება ბენზინი და მაგით დაკმაყოფილდეთ, მაგრამ ჩვენ რეალურად მართლა გავაემეთ, ამიტომ ორი მანქანა იყო საჭირო მაგისთვის, ერთი კარგი M3 და მეორე კარგი ფურგონი, იმიტომ რომ M3 უნდა ყოფილიყო კარგი, რომ ეს ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ეს ხიდები, ყველაფერი, ნაწილები, სავალი ნაწილი, წინა მხარე, უკანა მხარე, ყველაფერი უნდა ყოფილიყო კარგი, ისეთი რომ გადასაყრელი არ ყოფილიყო. იმიტომ რომ უნდა გადმოვიდეს უკვე მეორე მანქანაზე. ასევე ფურგონის კუზავი უნდა იყოს სვეჟი, ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, ანუ ჯამრთელი უნდა იყოს ის კუზავი, რომ საბოლოო ჯამში იმ კუზავზე უნდა აწყო ეს ყველაფერი და დამპალი, გამომპალი, გადმოჭრილი სხვა ადგილებში, სადაც რეალურად არ გვჭირდება არაფრის გადაჭრა, ეგეთი არ უნდა იყოს. ანუ ორი კარგი მანქანა უნდა შეიძლება ერთი გამოგივიდეს. ესე იგი, ფასი იწყება საიდან? ჯერ ვყიდულობთ M3 და ფურგონს, ან ფურგონს და M3-ს, ადრე დასაწყისში ვეთქვი, რომ F სერიები გაზრდება მეთქი ტახანში და ეგრე აგიხდეს. ფურგონიც გაზვირდა უკვე და რეალურად ვეღარ ჩამოიყვან იმ წლებში ვერ მოხდა, მაგრამ 5 წუთის წინ რო თქვი მე რომ მოვა მთავრობაში შევსვეთ ყველაფერს, არ ნერვიულობთ, მაგრამ უნდა მოგესწროთ. M3-ც რა თქმა უნდა, წლოვანებაში ვერ ხვდება და ეგეც ზვირია, თან კარგი უფრო ზვირია. ეხლა ვინმეს თუ უნდა ესეთი პროექტი რეალურად უწევს რომ საქართველოში უკვე ჩამოყვანილი შეიძინოს ერთის და მეორეც უკვე აქ უნდა შეიძინოს, იმიტომ რეალურად ვეღარ ჩამოიყვან, ხო? ვერ ხვდება წლოვანებაში. ფურგონის ფასი, სხვადასხვა ფასი აქვს ფურგონს, როგორც M3-ს, M3 ხა კარგი M3 F სერია ალბათ 30000 მაინც გჭირდება, $30000 უნდა გადაიხადო. ფურგონს რაც შეეხება, გააჩნია როგორც ყიდულობ, რამდენია გარბენი, ანუ ამ ყველაფერს იმიტომ ხსნი ვიღაც ხო ყიდის, შენ კი შეიძლება არ გაინტერესებდეს გარბენი, მაგრამ ვიღაცას ყავს ის მანქანა ყიდის ფულის ამოღება უნდა, რომ სხვა მანქანა შეიძინოს. ამიტომ ფასი $6000-დან ზევით მიდის. ზევით რავი, შეიძლება 15-მდეც ავიდეს, მაგრამ რეალურად 6-დან 10-მდე მერყეობს ჩვეულებრივი მოკვდავი ფურგონის ფასი. ესეც უკვე გამოვიდა, რავი, რამდენი 35 ავიღოთ, რავი, 30-ზე მივედით ვევაჭრეთ, დავაკლებინეთ, ეს ცოტა იაფად ვიყიდე, გამოვიდა მინიმუმ $35000, რომ ეს ორი მანქანა უბრალოდ ყავდეს. ეხლა კიდე მეორე საკითხია, როგორ ააწყობ, ანუ რა დონეზე
გინდა რომ ორიგინალივით იყოს, ვითომ ესეთი გამოუშვა ცენტრმა თუ წარმოგიდგენია, ცოტა ძვირიჯდება. იმიტომ რომ იქ სავარძლები უკანა ევაკუალიტეტში რომ გადავჭერით, გადმოჭერით, იდეალურად რომ შეკერეს და გააკეთეს, რომ ვითომ ორიგინალია, ეგრე თუ გინდა, რა თქმა უნდა, ეგეც ძვირდება, ხო, ეხლა რომ მიხვალ, რაც უფრო მეტი საქმეა, მეტი ფასი ღირს. ასევე ფარები გააჩნია, რომელ ფარს დააყენებ. ხა ჩვენ საუკეთესო ფარი დავაყენებთ, რომ ყოფილიყო ესეთი ლამაზი და ბრუტალია. ჩვეულებრივ თუ დააყენებ, ანუ რავი, არაფერში რო არ წერია, კი ბატონო, დაზოგავ. ასევე დისკები ამ მანქანას რო შეურჩიეთ 20-იანი ლამაზი ახალი შეუკვეთეთ, ესეთი გვინდა ეტა, ესეთი ჯი გვინდა, ესეთი დიამეტრი გვინდა, ну ერთი სიტყვით ესეც ჩვენი გემოვნების ამბავი იყო, პროექტი ითხოვდა ამ ყველაფერს და უფრო გაგვიზვირა. ასევე კარბონის დეტალები, რომლებიც უნდა მივაყენოთ ამ მანქანაზე, ეგეც ჩვენ გვინდოდა, რომ ყველაზე ლამაზი და გამორჩეული ყოფილიყო და აი ეგ რაღაცები აძვირებს ამ პროცედურებს, ხო? ის პლუს რომ დავამატეთ ჩვენ რომ ყველაფერი მუშაობდეს ამ მანქანაზე, რეალურად მუშაობდეს ეს რაღაც მოთხოვნა ხო არ, ეს ყველაფერი ფასი ღირს, ანუ თქვენს რო დაიწყებთ აწყობას ну შეიძლება დაიკიდოთ იქ რაღაცეები რა რომ ნუ იმუშავებს სიტყვი ნუ მოდი ფარი ცოტა ხანი იაფიანი ეყენოს მოდი დისკი ჩვეულებრივი დისკი ეყენოს ემის მაგალითად რომელიც უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩვენ რო გვიყენია და ასე შემდეგ ანუ ფასი მერყეობს ეს არის გემოვნებიდან გამომდინარე ვის უნდა ვის რამდენად უნდა აი რა გულით უნდა ამ მანქანის აწყობა და თქვენზეა დამოკიდებული მაგრამ 40 წდება ყველა ვარიანტში ამ ყველაფერს ემატება ასევე სავალი ნაწილი ჩვენ ყველაფერი შევცვალეთ და ვიდეოებშიც არის ხო ხუნდები შევცვალეთ იქ მივედით რაღაც გიტარები ვნახეთ ტულკები ვნახეთ პაზმატორნები იყო აი ყველაფერი სადმე რეზინა თუ იყო ხუნდიდან დაწყებული აპონი დამთავრებული რამეს თუ ქონდა პატარა რაღაც აი ხელოსნობა შეხედა და ოდნავ დაფიქრდა იმუშავებს თუ არა ეგრევე შევცვალეთ ყველაფერი ეგეც ნუ რა თქმა უნდა ჯიბეს ურტყავს იმიტომ რომ ნუ ვიღაცა დაიკიდეს და მოდი ცოტა ხანი იკაკუნოს მოდი ამით გამატარებს და ნუ თვეზეა დამოკიდებული ჩვენ გამოვცვალეთ ყველაფერი დავაყენეთ ახალი ანუ ამ მანქანაზე ყველაფერი ახალი აყენია დისკებს სჭირდება თავისი საბურავი ისევ დისკს დაუბრუნდი ხო ნუ რაღაცა სხვა ზომა დისკს ვყიდობ, ძველ საბურავს ვერ დააყენებ, თან გასვას ახალი საბურავები. ასევე ფირი, ეხა ჩვენ კი მარტივად ვიცახით, რომ ეს ფირი გადავაკარით და რა მაგარია, რეალურად ფირზე რომ მიდიხარ, 10000 ლარი ჯდება ამ ფირის გადაკრაშება, ვიღაცა ეგ დაიკიდოს და ფერში შეღებოს ისევ ინფრად რაფერის სიტყვაზე ეს ფურგონი შეხვდა. ნუ ერთადერთი რაღაც საიდანაც ცოტა შეიძლება ამოიღო და გადაათამაშო თანხა ეს არის, რომ ეს დაშლილი ფურგონი შეგიძლია ვიღაცა იპოვო, ვინც ჩაიბარებს იმ ნაწილებს. ჩვენ მაგაში არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ტრანსფერის სალონი ქონდა ჩვენ ფურგონს და რავი, დიდათ არავის არ ჭირდება ეგ. მაგრამ რაღაც ნაწილები, რომლებიც მოგრჩება ფურგონის ან M3-დან არაფერი არ მოგრჩა, რა ვიცი, რა მოგრჩა. ბევრი არაფერი. ნუ ერთ სიტყვით რაღაცები ას მოგრჩა, შეგიძლია გაცვალო ან რაღაც იაფად გაყიდო და მე ის თანხა ისევ შენ პროექტში ჩადო. ასევე გადაწყობა ერთი მანქანიდან მეორე მანქანაზე DTM-შიაც გავაკეთე ორი მანქანა შევიყვანეთ და ერთით გამოვიდნენ. აი ორნი წავალს და ერთი მოვალო ზუსტად ამაზე იყო ნათქვამი. ეგ გადაწყობა, ნუ გადაწყობაც არის და გადაწყობას. აქ რეალურად ერთი მანქანა სულ დაიშალა, მეორე სულ დაიშალა და ამ მეორედან ამ პირველზე გადმოეწყო ელექტროობა, სავალი ნაწილი, ძრავი, მაყუჩი, სავარძლები, ანუ ინტერიერი, ექსტერიერი ყველა ტრაკიდან, რა ვიცი, წინდა რომ შეძლო, აი გულშემოგან გამოვიდა ყველაფერი გადააწეს. ეგეც დაახლოებით 10000 ლარი ჯდება, პლუს მინუს. პლუს კიდე პლუს მინუსები აქ აღარ არსებობს. სუ პლუსში გადიხარა სუ პლუსია და ფული გაკდება და გაკდება. წესიერი მეთუნუკე, ჟეშტიანში კი. ჩვენებურად რა ძალიან რაღაცა უკვე ხალხს თუ კითხავ. მეთუნუკე ჟეშტიანში კი რო იპოვო. კრილოს მიკერება კი გავიგეთ, ბევრი აკერებს კრილოს, მაგრამ როცა ესეთ პროექტს აკეთებ, აი უბრალოდ კრილო მიმიკერე არ გამოდის. აქ უნდა იყოს იდეალურად დაზაზორებული, ანუ უნდა იყოს ქარხნულივით უნდა იყოს. თლიანად ეხა მე იდეალური ფურგონი ხო ვერ იქნება, 1000 მორგება გჭირდება რაღაცას. ეგ ყველაფერი რომ გააკეთო, შეადუღო, მოჭრა, მიაკერო, ეგეც დაახლოებით 10000 ლარი ჯდება. ანუ პლუს მინუს რა თქმა უნდა, მაგრამ მაგ ციფრებში მერყევთ ყველასთან ფასი, ეგრე არის. ანუ რო კითხავ, იქ დააყენებ, შეხედავენ, გაგიზომავენ.
100-ჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი და ესე 100-ჯერ გაზომილი და ერთხელ გაჭრილი ღირს ძვირი, თორე თუ გაზომე 2-ჯერ და გაჭერი, ეგრე რა შეიძლება მეზობელმაც მიგიკეროთ. მოგად ბევრი რო არ გავატრაკო, კალკულატორი რო არ ამოვიღო, იმიტომ აქამდე უკვე დავთვალეთ, რაც რავი, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ისინი შეყვანილია და ჩვენ ეს მანქანა დაგვიზდა დაახლოებით $50,000. ნუ პლუს მინუს იქ რამოდენიმე $, მაგრამ უფრო მინუს. ანუ $50,000 ჩავეტეთ ჩვენ, მაგრამ თქვენ თუ ძალიან მოინდომებთ და მაინც გინდათ რომ ესეთი განსხვავებული ავტომობილი ყავდეთ, მე ვფიქრობ ჩვენსავით თუ არავინ არ გაიძულებთ რომ იყოს ყველაზე მაგარი, ყველაზე იდეალური და ვიდეოებს არიღებთ და ასე შემდეგ და უბრალოდ M3 ფურგონი მისაღებია, ალბათ მე ვფიქრობ რომ 40-დან $45,000 უნდა ჩაეტიოთ. ნუ ესე შეყავალთია იქ ახლა პლუს $5,000 პლუს $10,000. ნამდვილად არ არის პატარა თანხა და სულ მაღაზე მაქვს ხოლმე დავა, თუნდაც ხალხში რომ ხვდებიან ხოლმე მეგობრებში, ვინც კონკრეტულად არ არის ხოლმე ჩახედული იმ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებ, რომ ყველა იძახის რომ აი ამ ფაში იმას ვიყიდი, ამას ანუ ჩვენ ეგ არ გვეხება. იმას ხო, არ გვეხება, ეგ იმიტომ რომ ყველა ჩვენი პროექტი, გაპროექტებული ნაკიდი მანქანა იმაზე მეტი ჯდება და გვიზის, ვიდრე სხვა ნებისმიერ ადამიანს. იმიტომ რომ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ იყოს განსხვავებული ნებისმიერი მანქანა. ეს იქნება ჩვენი GT-ერი, ეს იქნება ჩვენი Corvette, რომელი Corvette-ის გინდა ორივე უფრო ძვირი ხის ვიდრე სხვა სწავს, ეს იქნება ჩვენი SM-ი, ამის წინა M-ი, იმის წინა M-ი და იმის კიდე წინა BMW, რომელიც გინდა მაინც ყოველთვის მეტი გვიჯდება ხოლმე. ნუ სამწუხარო ის არის, რომ როდესაც გაყიდვა გვიწევს ახალი პროექტი დავიწყოთ, მაგას ბევრი არ ითვალისწინებს და მაინც ბევრად იაფათყიდით ხოლმე იმ მანქანებს, რომელიც ბევრად ძვირი გვიზის. გვიზის რა გვიჯდება. ეხლა უკვე დრო არის იმ გეგმებს გავყვეთ, რომელიც ჩამოვთვალე, იქ Tegeta Motors-ში უნდა გავიაროთ, Osprey-ში უნდა გავიაროთ, საბატლოში უნდა მივიყვანოთ ეს მანქანა, Evo Quality-ში უნდა მივიყვანოთ და DTM-შიც უნდა მივიყვანოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ლინკები ყველა კომპანიის, ყველა ჩვენი მეგობრის იქნება თუ გადამწყობის იქნება თუ დიდი კომპანიის იქნება თუ პატარა კომპანიის თუ უბრალოდ მაკაცის იქნება ვინც გვეხმარება ლინკები ყველაფერი არის აღწერაში თქვენს თუ გჭირდებათ ან ფერის შეცვლა ან დამცავი ფირის გადაკვრა საქარე მინაზე უკვე ლუქსავტოში შეგიძლიათ და უკავშირდეთ აქაურობას მოხვიდეთ და სასურველი ფირი შეარჩიოთ და მოგემსახურებიან ისე როგორც ჩვენ გვემსახურებიან და როგორც ჩვენ გვიკეთებენ ხოლმე ავტომობილებს აქ უკვე დავამთავრეთ, ახლა ჩავждები დავქოქავ ამ ბრუტალურ ახალ F91 M-ს, SAMS, რა ხელსახელი გამოვიდა იმენ. თან რო იცი რომ არ არსებობს, ცოტა ისეთია უცნაურია. დავქოქავ და გადავინაცვლოთ, გავაგზავნოთ ჩვენი ეტაპები, რომ უფრო ბრუტალური გახდეს. გამოვიარეთ Osprey-ში, აქ ვიგულოთ ხოლმე იმ ნაწილს, რომელიც ჭირდება aftermarket-ს და ეხლა განახებთ რა სავარჩევთ და რა უკვე დავაყენეთ. Eibach-ის ზამბარები დავაყენეთ, რომ მანქანა დაწეულიყო, აი სტენსი, რო ვლაპარაკობდი, დასაწყისში ეს საბურავი რო არის კლდოვსთან ახლოს, ზუსტად ამ ზამბარების დამსახურებაა და ნუ პირველი რაც გავაკეთეთ, მანქანა ქვევით ჩამოვწიეთ. პლუს მაგას Eibach-ის ოფიციალური წარმომადგენელია Top Speed და ოფიციალურად შეიძლება მოხვიდეთ და ორიგინალი Eibach-ის ზამბარები შეიძინოთ თქვენი ავტომობილებისთვის, რომელიც ყავთ, ნუ აარჩევთ და დააყენოთ მერე. ეხლა რა გვინდა ჩვენ, უკან დიფუზორი გამორჩა, დიფუზორიც უნდა შევცვალოთ, დიდი უზარმაზარი დიფუზორი უნდა დავაყენოთ და მაგას თავისი ორიგინალი მაყუჩები ეხლა რაც უკენია, ეგ აღარ მოუხდება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთი, რომ ზომითაც დიდი იყოს და თან მოუხდეს იმ კარბონის დიფუზორს. ნუ აქ რასაც უყურებდით, იყო ორი ვარიანტი. ესეთი კარბონის სხვადასხვა ფერში, ერთი არის შავში, ერთი არის, ვერცხლისფერი არის. გარედან კარბონში და ძალიან ლამაზია, ზომითაც კარგია და იმ დიფუზორს ჩააკვდება. ბევრი ფიქრის მერე
მე მაინც ვიძახი რომ შავი უნდა დავაყენოთ. შენ? ალბათ. იმიტომ რომ იმ ფერზე შავი დეტალები კარგად გამოჩნდა იმ კანზე რომ იმ კანზე რომ გაგვიტრაკეს და გავაშავეთ ბარემ ესეც შავი იყოს. ამას დიფუზორთან ერთად მოვარგებთ და 4 ცალი ჭირდება, 4 უნდა დავაყენოთ სათითაოდ. პლუს მაგას გახსოვთ ფილტრზე იმდენი ვიღადავთ, ცოტა დაკუჭული ფილტრი ვიყენა სპორტული, მაგას აცვლით დაახლოებით ესეთი ზომა იქნება. ეხლა მოვარგებთ და პირდაპირ შევსვით, პატარა ფილტრები აყენია და ჩაკუჭული ფილტრი, ეს დატრიალებული, გადასაგდები ფილტრი ჩვენ არ გვეკადრება, ამიტომ ამ მანქანას ჭირდება ახალი ფილტრი. ხარისხიანი და კარგი და ორიგინალი და გამძლე და რავი, ამაზე საუკეთესო ბრენდი უკვე აღარ ვიცი, აღარ არსებობს, ესეთ ფილტრები შეგიძლიათ დააყენოთ. ახლა მე პირადად Mustang-ზე მიყენია ესეთი, ამ M4-ს ვაყენებთ ახალს და ასევე იყიდება ყუთში ჩასადები, ანუ ხარხმობთ რომ მოყვება ავტომობილს ფილტრი, თავის ყუთში როა შეფუთული, ზუსტად იგივე იყიდება, ოღონდ ცოტა სპორტული ვერსია, ანუ ცალკე ესე აღარ იქნება, ანუ ყუთში ჩადებ, მოვარგებ და იმ ავტომობილს ექნება უკვე Cayenne-ის ფილტრი. პლუს მაგას ძალიან ბევრი მეკითხება ხოლმე, აი, რავი, თითქმის ყოველი მეორე მეკითხება, რომ აი ფლიანესების დაყენება მინდა და რას ფიქრობ და მეშინია და არ გატყდეს და ბორბალი არ მომძრეს და ასე შემდეგ. ფლიანესები მიყენია ყველა მანქანაზე, კიდე ერთხელ უნდა გავიმეორო. ალბათ რავი 15 წელზე მეტია მანქანები რაც მყოლია ყველაზე მიყენია ფლიანსი და სულ კიდევ ტოპსპეჩი ანუ არასდროს არ შემიკვეთია არც ინტერნეტში არც სხვაგან არ მიყიდია და სულ მოვდივარ და კიდევ აქ არასდროს არ გამტეხვია არ მომძრობია ბორბალი შპილკაც კი გამტეხვია და 4 შპილკით მივლია ანუ საბოლტეებით და მაინც მუშაობს იდეალურად აქ არის ნიმუშები ეს ზედა სავსე ალუმინის ეს არის top speed-ის რომელსაც ვიყენებ ხოლმე ანუ სხვაგან პირდაპირ ვიძახი არ ვიცი ვინ რას ყიდის და არასდროს არ ვაჯვავ ხოლმე ნუ გააჩნია სიტუაციიდან გამომდინარე მაგრამ რეალურად მე რაც მიყენია ყოველთვის პასუხისმგებლობას იმაზე ვიღებ ხოლმე და იმას ვარეკლამებ აქ არის სპეციალურად აი იმ ხალხისთვის რომ ნახონ და დარწმუნდნენ რომ ლიანად კარგი ხარისხის არის ალუმინის აი ესეთები გვიყენია ყველა მანქანაზე და ჯერ პრობლემა არ ქონია და აქ არის კიდე 3 სხვადასხვა ვარიანტი ფლიანეცების ალბათ ხვდებით, ეხლა მე მჭედელი არ ვარ და რავი, არც ხლებს არ მჭედავ და არც ფლიანეცებს, მაგრამ თლიანი ალუმინი არის ეს, მყარი, აქ არის უკვე დაპრესილი და რაღაც ცოტა ნამაიმუნ არის. სწორი სიტყვის შესაფერის არ ვიცი როგორ უწოდო, როგორ კეთდება ტექნოლოგია ამეების არ ვიცი, მაგრამ ჩამოსხმული არ არის, აშკარად არის დაპრესილი და გადაპრესილი, რომელიც არის ძალიან სუსტი. ეს არის ერთ-ერთი მომხმარებლის, როგორც მითხრეს, რომ მოვიდა და მოხსნეს დისკი, ანუ რომ გამოაწეს დისკი, ეს გაბზარული ეყენა და ნახევარი ფლიანეცი იქით გადავარ და ნახევარი აქეთ. ამიტომ თუ ვინმეს კიდე კითხვები გაქვთ, თუ სად უნდა შეიძინოთ ფლიანეცები, ნუ top speed-ში ვყიდულობთ ჩვენ და რეკომენდაციას ვუწევ, რა თქმა უნდა, ამ მაღაზიას. ნუ დანარჩენი ნაწილები იცით, აქ რა როგორ არის. ეხლა ავიღებთ შერჩეულ მაყუჩის თავებს, ფილტრებს დავაყენებთ და უკვე შემდეგი ეტაპი იქნება, რომ მივიდეთ ეგეტაში და ბიარზის დავხედოთ. წავედით. დიდ მზადებაში ვარ, მოკლედ ისევ დაუბრუნდით ეგეტა მოტორს, ჩვენი ულამაზესი ბოქსი, ეს უნდა ვახსენო ხოლმე, იმიტომ იმდენად მომწონს ეს ბოქსი, რომ ყველა მოსვლაზე უნდა ვახსენო ვიდეოში. აჰა, მოკლედ ეს ბოქსი ივსება და ივსება. რამოდენიმე დღეში როგორც ვახსენე, უკვე შეჯიბრი გვაქვს და ვემზადებ. ეხლა რა გავაკეთე? ბოლოს აპდეიტი რაც გქონდა BRZ-ზე იმის მერე რა შევცვალე. მოგეთ ვიდეო რო გადავიღე, წუწუნებდი რომ იქ რუჩნიკი ცოტა ატრაკებს მეთქი და მართლა ატრაკები და მოვიყვანე, გავაშლიფოვკე 4-ვე აპორნი გავაშლიფოვკე, ხუნდები შევცვალე 4-ვე, აქ საჩვენებლად მოვიტანე AT, სულ ვიძახი რომ AT-ს ვაყენებ მეთქი ყველა მანქანაზე და აგერ არის AT-ს ხუნდები. პლუს მაგას master ცილინდრი, ანუ რუჩნიკის ცილინდრით შევცვალე, უფრო რბილი დავაყენე და გავტესტე, ანუ ქალაქის პირობებში, ანუ აქ პარკინგზე გავტესტე, მოვქაჩე და იჭერს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე შემიძლია ცოტა წყნარად ვიყო შეჯიბრისთვის, რომ რუჩნიკი მაქვს. ვინაიდან ამ მანქანის ქალაქში გადაადგილება ცოტა პრობლემატურია, აპკატკა ჭირდება, რომ მოჯდეს ხუნდები და ეს აპორნები გაშლიფოვკებული, ჩემი, იმიტომ ძალიან ცუდ დღეში იყო, დაბრეცილი იყო, ჩაჟანგული იყო და ნუ ერთი სიტყვით
მუხრუჭი ძალიან ცუდად მუშაობდა. ეგ ყველაფერი გავაკეთე, რუჩნიკის გამოსწორდა როგორც ვახსენე და ცოტას გავიკატავებ ტრეკზე რომ მოჯდეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან, იმიტომ რომ პირდაპირ დატვირთვაზე და გაზი და ტორმუზი რო შეაგდო, შეიძლება დავწვა ხუნდები. ამიტომ პატარა აპკატკა ჭირდება. ბევრი კითხულობს ხოლმე, აი საბურავი რამდენი ხანი გიძლებს და ასე შემდეგ. ნუ გააჩნია დრივს, ახლა პროფესიონალურ დრივში რო გადადიხარ, მძლავრი მანქანები სადაც არის, მუსტანგით რო გამოდიოდი, იქ ორი გარბენი მყოფნი და უკან საბურავები და მაგიებსაც ავყიდულობდით ეგ ეტაში. ასევე ლილოსთვის მზადდება ეს მანქანა, ვინც ჩემ ვიდეოს უყურებთ ხოლმე ეგეც იცით და მაგისთვისაც აი ეს საბურავები, აგერ ჰაი-ფლაი საბურავები, ეს ყველაფერი შეჯიბრისთვის არის, ვიყიდე რომ ამ დღეებში წავიყო ლილოში და უკვე ამ მანქანაზე მოვარგო. აქეთ სულ ეს საბურავები რაც არის. აი ეს ყველაფერი არის ერთი ივენთისთვის არის ეს ყველაფერი. წინა საბურავებია ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ლილო არის პატარა ტრეკი, შევარჩიე ჩვეულებრივი საბურავი. ჩვეულებრივს გულისხმობ, რომ ქალაქში შეგიძლიათ ეს საბურავი პეტლასის დააყენოთ. ეს არ არის ნახევრად სლიკი სპორტული საბურავი, იმიტომ რომ პროფესიონალურ დრივში შენ დიტრასაზე დადიხარ, მძიმე მანქანაა შედარებით, გიწევს საბურავების კარგად გახურება, წინასწყვირს რომ მოჭიდება ქონდეს, ლილოში ეგ ყველაფერი არ გჭირდება. მით უმეტეს თუ გაწვიმდა კიდე უარესია, უნდა მოხსნა ეს ნახევრად სლიკები და გადავწყვიტე რომ ბიარზიზე აი ამდენი ტვინის ბურღვა თავიდან ამეცილებინა და ორი საბურავი უნდა დავაკენო წინ. ეს ზომები ეხა არ არის ამისი საჩვენებლად მოვატანინე. ამ საბურავებით შეგიძლიათ ჩვეულებრივად თამამად ამაყად გადაადგილდეთ ნებისმიერ ადგილას. ეს არის ჩვეულებრივი საბურავები, ეს არის სპორტული საბურავები. ბიუჯეტურია, ლილოზე ბიუჯეტი ძალიან დიდ როლს თამაშობს. ამიტომ ბიუჯეტურად შეგიძლიათ დაარეკოთ თქვენი სასურველი ზომები არჩიოთ და თქვენს დააყენოთ თქვენს ავტომობილზე, რომელთაც მოძრაობთ და გადაადგილდებით ყოველდღიურად. Tegeta motorsis საიზზე შეგიძლიათ თქვენი ზომები ნახოთ, თუ მაინც და მაინც ვერ მიაგენით, შეგიძლიათ Tegeta motorში დაარეკოთ და ზომებს ეთქვით და გეტყვიან აქვთ თუ არა. ნუ სავარაუდოდ აქ იმდენაირი ზომა არის, ყველა ვარიანტში ექნება თქვენი ზომა და შეგიძლიათ დააყენოთ. კიდე ერთი სასარგებლო ინფორმაცია, Tegeta-ში ნაყიდ ნაწილს თუ შეცვლით Tegeta-შივე, გექნებათ 6 თვიანი გარანტია, თუ წაიღებთ ამ ნაწილს და შეცვლით სხვაგან, გექნებათ 3 თვიანი გარანტია. ეს კარგია იმათთვის, ვისაც მაინც ეჭვეპარება ხოლმე ნაწილების ხარისხში. ამიტომ ნებისმიერ ნაწილს, რომელსაც შეიძენთ და აქვე დაამონტაჟებთ თქვენ ავტომობილზე, გექნებათ 6 თვიანი გარანტია. ეხლა დროა დაუბრუნდეთ გათამაშებას. ამ გათამაშებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივი იყო, ანუ უნდა დაგეწერათ ჰეშტეგით გაიარე მეტი Bridgestone-ით და ავტომატურად ხდებოდი უკვე მონაწილე ამ გათამაშების. უამრავი კომენტარი დაიწერა ამ ვიდეოს ქვეშ და უკვე დროა გავათამაშოთ ეს საბურავები. დავაკოპიროთ ლინკი, როგორც ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის. ჩავსვათ აქ. Continue. დათვლის კომენტარებს და გამოვავლენთ გამარჯვებულს. უნდა მოგწეროთ Facebook-ზე, ჩვენ მოგცემთ საკონტაქტოს, მოხვალთ და სასურველ ზომას გამოგატანენ. Bridgestone-ით. აბა, ნახოთ ახლა ვინ გახდება გამარჯვებული. კაი ბლომად კომენტარები იყო მახსოვს. კი, იწერება. ფილტრავს ახლა კომენტარებს. ესე მარტივად ვათამაშებთ ხოლმე პრიზებს, რა თქმა უნდა, წლის მანძილზე კიდე უამრავი გათამაშება გვექნება. ვეცდებით, რომ ყოველთვის გავაკეთოთ ხოლმე გათამაშება. ვნახოთ როგორ გამოვა. აი ესე მარტივად უყურებთ ჩვენ ვიდეოს, აკომენტარებ იმ კონკრეტულ კომენტარს, რომელსაც დავაანონსებთ ხოლმე და უკვე ავტომატურად გათამაშებაში იღებ მონაწილეობას. და ჩვენიერ დღეს რო ჩართა ვიდეო, შეიძლება შენი სახელი ამოვარდეს, შენი კომენტარიც და გახდე გამარჯვებული. 3000 კომენტარს გავცდით უკვე. 3500, 3600, 3700. მოკლედ 4 საბურავი, მაგარი 400-დია. ესე იგი, უკვე შეგვიძლია გამოვავლინოთ გამარჯვებული, აქ დავაჭერ ხა 1, 2 და 3. აჰა, გაიარე მეტი Bridgestone-ით და გულიც აქ ჯაბა ჯაფარიძე. ჯაბა გახდა გამარჯვებული, აი ესეთი კომენტარი დაწერა, 4 საბურავი არის შენი, უნდა მოგწერო Facebook-ზე, კონკრეტულად Facebook-ზე უნდა მოგწერო და ჩვენ დაგაკვალიანებთ თუ სად უნდა მიხვიდე და როგორ უნდა აიღო შენი პრიზი. ვიდეო გრძელდება, კიდე ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი, ამიტომ დროა მივხედოთ საქმეს. კიდევ ერთხელ გილოცავ.
ეს ის მომენტია, ვინც არ ახლავს ჩვენ ვიდეოს, ყოველთვის დასაჩუქრდება, იმიტომ რომ მე ვიძახდი ამ ვიდეოშიც და წინა ვიდეოებშიც ვახსენე ბევრჯერ, რომ ძალიან ბევრი გათამაშება გვექნებოდა. ზუსტად მაგიტომ ჩვენ შემოვიართ ვისოლში, იმიტომ რომ ვისოლმა გადმოგცა 100 ლიტრის სუპერი, რომ გავათამაშოთ ჩვენს არხზე. გათამაშდება 100 ლიტრის სუპერი, ძალიან მარტივია ჩვენ გათამაშებებში მონაწილეობის მიღება. ამ ვიდეოს ქვეშ უნდა დააკომენტაროთ. ერთი კომენტარიც საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ მოხდეთ გათამაშებაში. ესე იგი, უნდა დააკომენტაროთ გზა შენია და დაელოდოთ უნდა მომდევნო ვიდეოებს, იმიტომ რომ ჩვენ გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 100 ლიტრის სუპერი ვისოლისგან. უხეში ხალხისგან, მაგრამ ვისოლის საჩუქარია ეს. ჩვენ რა თქმა უნდა ამ მანქანით გამოვედით, ისე ვერ დაუდებდით ვიდეოს, რომ ღამის კადრები არ დაგვედო, იმიტომ რომ ღამეც გვინდა რომ განახოთ ეს სილამაზე, რაც გამოგვივიდა. საწოლს ჩავასხავთ, ცოტა მოვიმარაგებთ საწოლს, რომ ლამაზი კადრები, ეფექტური კადრები კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ. ეხლა შევაყენებ, ცოტას ჩავასხავ ჩემ აპლიკაციას, გამოვიყენებ. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ აპლიკაცია, გადმოწერეთ ვისოლის აპლიკაცია, ფასდაკლებებია, უამრავი ბენეფიტები აქვს და გირჩევთ რომ ცადოთ, ჯერ კიდევ თუ არ გაქვთ ეგ აპლიკაცია. ბევრი რაღაც გაკეთდა ამ ვიდეოში, კიდე ბევრი რაღაც დაგვჭა გასაკეთებელი. ზუსტად ის ბონუს ვიდეო იმისთვის არის, რომ ეს ვიდეო ძალიან გრძელი რო არ იყოს, ეს ყველაფერი უკვე იმ ვიდეოში იქნება გაკეთებული. თუმცა ბონუსი იმიტომ დავარქვი, რომ პატარა სიურპრიზი გეულდებათ. ცოტა განსხვავებული კონტენტი გეულდებათ. ეხლა რა შეგვიძლია მოვასწროთ, ის არის, რომ EVA Quality-ში ავიყვანოთ ეს მანქანა, პატარ-პატარა ხარვეზები აქვს ინტერიერში, ისინი გამოვასწოროთ და რა თქმა უნდა, ქიმწმენდა უნდა გავუკეთოთ ამ მანქანას. მაგრამ ქიმწმენდა კარგია, თუმცა ჩვენ უხეშ სუნს ვერაფერი ვერ ჩაანაცვლოს. ამიტომ ამ ჩვენ უხეშ ჯოს ჩამოვუკიდეთ ამ ულამაზეს ავტომობილში, რომელიც აგე ბრუტალურად იყურება, თან ერთადერთი როა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. გავასურნელებთ ჯოთი, თქვენს უკვე ეს ავტომობილი ხშირად შეგვხვდებათ ქალაქში, სადაც ვიმოძრავებთ ხოლმე ამ მანქანით და აუცილებლად დაელოდეთ ბონუს ვიდეოს. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, გათამაშებაში ჩასართველად მარტივი ერთი კომენტარი გჭირდებათ. გზა შენია ამ ვიდეოს ქვეშ და თქვენ შეიძლება გახდეთ 100 ლიტრის გამარჯვებული. წავედით EVA Quality-ში აუყვანოთ, ჩვენ მეგობრებს დაუწოვოთ ეს ავტომობილი. ნახდიემია ძმა!